მოგესალმებით BMG-ის პირდაპირ ეთერში ახლა ქალების ნარატივის დროა, რომელსაც მომდევნო არასრული 1 საათის განმავლობაში მე ჟურნალისტი ლიკა მეკუთვნიშვილი წარმოგიდგენთ. დღესაც რასაკვირველია ვსაუბრობთ იმ მიმდინარე რეალობაზე, რომელიც დგას დღის წესრიგში ჩვენს ქვეყანაში და როგორ ისახება ეს ყველაფერი რასაკვირველია ბიზნესზე და ახლა როდესაც ვნახავთ გადაცემის ანონსს პირდაპირ ეთერში უკვე სულ რამდენიმე წამში დაგიბრუნდებით და გველოდეთ. საქმიანი კვირის ბოლოს და პარასკევი დღის დასაწყის ქალების ნარატივით ვაგრძელებთ და BMG-ის გამორჩეულ ტელეპროექტში 20 დეკემბერს 11 საათსა და 30 წუთზე მასპინძლობთ ნინი ჩაჩანიძეს და თამარ ბუიღლიშვილს. 1000 კომპანია, რომელიც ახალ არჩევნებს და დაკავებულების ახალ წლამდე გათავისუფლებას ითხოვს. კომპანიებმა საკუთარი პოზიცია ახალ პლატფორმა Free Business-ზე დააფიქსირეს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ დროისთვის კიდევ ერთი ამდენი კომპანია Free Business-ის გუნდის ვერიფიკაციას გადის. ერთ-ერთი პირველი, რომელიც მხარდამჭერი კომპანიების ჩამონათვალს შეუერთდა, Veli Story იყო, რომლის CXO ნინი ჩაჩანიძე ქალების ნარატივში შეაჯამებს კომპანიის 2024 წელს და ისაუბრებს რა გავლენა იქონია ბიზნესზე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა. წინა საახალწლო პროტესტი მცირე მეწარმეებისგან. ჩიკადაი ერთ-ერთი მათგანია, რომელიც თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ საშობაო ბაზრობას ემიჯნება და მასში მონაწილეობაზე უარს ამბობს. ონლაინ პლატფორმა Happy New Year-საც შეუერთდა. არსებულ საფრთხეებზე და ბიზნესის მომავალზე საქართველოში მიმოვიხილავთ სწორედ ჩიკადაის დამფუძნებელთან თამარ ბუიღლიშვილთან ერთად. სიახლეებით ქალი მეწარმეების შესახებ და მათი საქმიანი ისტორიებით. ყოველ სამუშაო დღეს ზუსტად 11 საათსა და 30 წუთზე BMG-ის პირდაპირ ეთერში ტელეგადაცემა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ. ქალების ნარატივი. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში 1500-ზე მეტი თავისუფალი ბიზნესი, რომელიც პლატფორმა freebusiness.gz-ზე უკვე გაერთიანდა და დაახლოებით 1000-ზე მეტი არის ამ დროის მონაცემებით ვერიფიკაციის პროცესში. ეს ბიზნესები პლატფორმაზე ორი მთავარი მოთხოვნით გაერთიანდნენ. ეს არის დაკავებული უკანონო პატიმრების ახალწლამდე გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. ბიზნესების შორის არის ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი e-commerce პლატფორმა Veli Story, რომელიც თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ბიზნესია და როგორც მისი წარმომადგენლები ამბობენ, ბოლომდე მედგრად იცავენ აი ამ თავისუფლებას, ამ მნიშვნელოვან მონოპოლს, როგორც ბიზნესისთვის, ასევე ცხადია მთელი ქვეყნისთვის. ნინი ჩაჩანიძე Veli Story-ის სამომხმარებლო გამოცდილების ხელმძღვანელი არის ახლა ჩვენი სტუმარი და კომპანიის შესახებ არსებული რეალობის ბიზნესზე გავლენას და ცხადია მათ სამომავლო გეგმებსაც ახლა ერთად მიმოვიხილავთ. ნინი, მოგესალმებით. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, სტუმრობისთვის და პოზიციისთვის, რომელიც ველი ცხადად და მკაფიოდ აჩვენა, ხო? თავისუფლება არის თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ თავდაპირველად ამ ღირებულების გარშემო შევიქმნით და ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, არის და იქნება თავისუფლება და ზუსტად ამიტომ კიდევ ერთხელ ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია და ვთქვით სიტყვა, რომ უცვლელი არის თავისუფლება ჩვენთვის და ყოველთვის მისი ერთგული ვიქნებით. კი ბატონო, ნინი, სანამ თქვენს შედეგებზე ვისაუბრებდეთ და ბიზნესურად წელს შევაჯამებდეთ, ცხადეთ ჩვენი საუბარი უნდა დავიწყოთ ქვეყანაში არსებული რეალობის ბიზნესზე გავლენაზე. ამ შემთხვევაში, როდესაც ასეთი კრიზისი გვაქვს ქვეყანაში, რაც თავის მხრივ სხვადასხვა ბიზნესი უკვე აქტიურად საუბრობს, რომ ისახება და ზოგზე მეტად, ზოგზე შედარებით ნაკლებად, მაგრამ რაღაც გავლენა ნებისმიერ ბიზნესზე უკვე აქვს ამ ყველაფერს. აი, ველის შემთხვევაში, აი ამ პერიოდზე განსაკუთრებით, როდესაც წესით ყველაზე შემოსავლიანი პერიოდია, ხო? განსაკუთრებით თქვენი პროფილის ბიზნესებისთვის, რა ხდება ახლა, რა რეალობის წინაშე დგას ბიზნესი? რა თქმა უნდა, როგორც ყველა ბიზნესისთვის, მიმდინარე მოვლენებმა აი შედეგი აჩვენა და აისახა ჩვენზეც. მომხმარებლის ქცევა შეცვლილი არის სხვა წლებიდან განსხვავებით იმით, რომ მაგალითად ადრე თუ იყო, რომ უფრო ესეთი საახალწლო და ბედნიერი განწყობა გქონდა და საჩუქრებს აქტიურად ყიდულობდით და მაღალი დანახარჯები იყო, თქვა სხვილი ტექნიკა და ასე შემდეგ. ეხლა რა თქმა უნდა, შედარებით ეგ შემცირდა. თუმცა ველის ჭრილში რო განვიხილოთ, ჩვენი ზრდა არ შემცირებულა, წლიდან წლამდე ორჯერ გავიზარდეთ. ყოველთვიურად ასევე ზრდას ვაჩვენებთ, რაც განპირობებულია იქიდანაც, რომ მომხმარებლების ქცევა უფრო შეიცვალა და წლიდან წლამდე იცვლება და თუ ადრე უფრო რიტეილს ვამჯობინებდით და მივდიოდით,
ნელ-ნელა ადამიანები ხვდებიან იმას, რომ ონლაინში შეძენები უფრო მარტივი არის და შესაბამისად ესეც განაპირობებს იმას, რომ ველმა ესეც რდა არ შეამცირა. თუმცა რა თქმა უნდა, როგორც ვახსენე, ქცევა მომხმარებლის შეიცვალა და თუ აი რა მოლოდინი გქონდათ უფრო ესე ნათელი რა იყოს ჩვენი მაყურებლისთვის, აი ამ კონკრეტულად აი ამ პერიოდთან დაკავშირებით და რეალობა რა არის? ნუ პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ დეკემბრის პერიოდი, 1 დეკემბრიდან როგორც კი იწყება ხოლმე, ძალიან აქტიური პერიოდი არის და ყველა იწყებს რაღაც საჩუქრების მომზადებას, იწყებს მაღალი შენაძენების გაკეთებას, როგორც არის, არ ვიცი, ახალ სახლში გადადიან, ან ტექნიკას ყიდულობენ, ან სახლი და ეზოს მოწყობის ნივთებს და ეს რა თქმა უნდა დეკემბრის პირველ ნახევარში ძალიან შეცვლილი იყო, რადგან ბევრ ადამიანს არ ქონდა უბრალოდ ამისი მზაობა და არც დანახარჯის გაკეთების სურვილიც ჰქონდათ. თან მით უმეტეს ამ პერიოდში ჩვენ კომუნიკაცია საერთოდ გავაჩერეთ და Facebook-იდან დაწყებული დაირექტ კომუნიკაციით დამთავრებული არ ვთვლიდით საჭიროდ, რომ ველს მომხმარებლებამდე რამე უნდა მიეტანა და მით უმეტეს როცა ონლაინ პლატფორმა ხარ და არსად არ ჩანხარ და არც კომუნიკაცია არ გაქვს, რა თქმა უნდა, რთული არის ესე თავი შეახსენო. თუმცა მაინც მიუხედავად ამისა, რომ რეკლამები გათიშული ჰქონდა, მომხმარებლები თავისი ნებით შემოდიოდნენ და თავისი საჭიროებისამებრ შოპინგობდნენ ჩვენთან, რაც ჩვენთვის კიდევ ერთი იმის მაგალითი არის, რომ მართლა საჭიროება აქვს თველის და რაღაცა პრობლემებს მომხმარებლებს უგვარებთ. თუმცა შენს კითხვას რომ დაუბრუნდეთ, ზუსტად ეს შეიცვალა, რომ ადრე თუ იყიდიდი უფრო მეტს და უფრო აქტიურად და საჩუქრებზე იქნებოდი ორიენტირებული, ეხლა რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შემცირდა და უფრო ნაკლები არის და ესეთი მაღალ დანახარჯიან პროდუქტებს ნაკლებად ყიდულობენ. და რა თქმა უნდა ამ რეკლამამ და კომუნიკაციამაც თავისი ქნა, რომ უფრო ნაკლებ ესე იგი სრულად გაჩერდა ეს მარკეტინგული ღონისძიებები და დაახლოებით რა პერიოდს უყურებს თუნდაც ეს დაპაუზება, იმიტომ რომ ბიზნესი თავისთავად ამისთვის ხარჯს წევს, ხო, ალბათ თქვენც უკვე გაღებული გექნებოდათ გარკვეული კონტრიბუცია იმ მარკეტინგული ღონისძიებებისთვის. ანუ თითქმის ყველაფერი გავაჩერეთ, თითქმის კი არა, დიჯიტალში ყველაფერი გაჩერებული იყო, დაირექტშიც ყველაფერი გაჩერებული იყო და სადღაც რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ ნელ-ნელა კომუნიკაციის აღდგენა. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი რიცხვიდან 18 რიცხვამდე, 17 რიცხვამდე კომუნიკაცია საერთოდ გათიშული ჰქონდა. ანუ ერთადერთი საკომუნიკაციო არხი ჩვენი მომხმარებლებისთვის იყო ჩვენივე ვებგვერდი, სადაც მომხმარებელი რო შემოდის, იქ ხვდებოდა და თან ჩვენ შევეცადეთ, რომ ამ პერიოდში მომხმარებლისთვის რაც იქნებოდა მათზე მორგებული და საინტერესო, ის დაგვეხვედრებინა. მაგალითად, დავხმარებოდით შოპინგის დანაზოგში და შეგვეთავაზებინა ყოველდღიურად საჭირო პროდუქტები უფრო კარგ ფასად, შეგვეთავაზებინა кэшბექი ჩვენს პარტნიორებთან ერთად. მაგალითად, ახლა ამ პერიოდში გვაქვს TBC-სთან ერთად кэшბექი, რომელზეც ესე აქტიურად გარეთ არ ვსაუბრობდით, თუმცა ეს იყო ჩვენი სიტყვა, რომ აი ამ რთულ პერიოდში შენ რაც გჭირდება შოპინგისთვის, იმაში მოგეხმაროთ და უფრო ნაკლები დანახარჯით. ძალიან საინტერესოა ეს. გამომდინარე იქიდან, რომ მარკეტინგული კამპანია ჩახსნილი გაქვთ, შეგვიძლია რომ აქ უფრო განმარტოთ ეს რას ნიშნავს, იმიტომ რომ ჩემთვისაც უცნობი იყო და ალბათ ბევრმა შეიძლება არ იცოდეს ეს ყველაფერი და საინტერესო არის ეს კოლაბორაცია თქვენი და TBC-ს რას მოიაზრებს, რა პერიოდი გრძელდება და რა ბენეფიტი მისცა უკვე მომხმარებელს. ხა ეს კოლაბორაცია გრძელდება თვის ბოლომდე და მთელი ამ დეკემბრის პერიოდისთვის არის განკუთვნილი, არის რომ მომხმარებელი იბრუნებს 25%-იან cashbacks და შესაბამისად შესაძლებლობას ვაძლევთ, რომ აი ამ რთულ პერიოდში რაც გჭირდება, იმაში დაზოგო თანხა და ეს ყველა პროდუქტზე ვრცელდება? კი, ყველა პროდუქტზე ვრცელდება. რაც არის ველის კი, რაც არის ველის პლატფორმაზე. კი ბატონო. ნინი, აი ჩვენ ბრენდებთან, ბიზნესებთან ამ პერიოდის განმავლობაში, რაც პრინციპში 28 ნოემბრიდან გააქტიურდა, მუდმივად საუბრობთ ხოლმე, რას ნიშნავს მათთვის ევროპული გზა, ევროინტეგრაცია და ზოგადად ბიზნესი როგორ უყურებს ამ პროცესს. თუნდაც იქაური ბაზრების ათვისების ნაწილში. თქვენთვის როგორც თავისუფალი დამოუკიდებელი ბრენდისთვის, ხო? რას ნიშნავს, ასე ვთქვათ, აი ეს ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანება? ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, ველი თავიდანვე შეიქმნა
შეგვექმნა იმ მიზნით, რომ საქართველოს ბაზარზე კარგად უნდა აგვეწყო და გაგვეტესტა, რამდენად მოდელი კარგად მუშაობს და ჩვენი სამომავლო გეგმა არის უცხოეთში გასვლა და გასვლა ევროპაში, იმიტომ რომ ჩვენ ვთვლით, რომ შეიძლება ქართული ბიზნესი იყოს ისეთი დონის ბიზნესი, რომელიც დაბადებული არის საქართველოში, მაგრამ ევროპულ სტანდარტებს არის მორგებული და არ ჩამოუვარდება არც ევროპულ და არც ამერიკულ კომპანიებს. შესაბამისად, ჩვენი მიზანი იყო უფრო ადრე გვინდოდა ამ ყოველფრის დაწყება და იყო თქვათ ეს 2024 წელი, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მომდევნო წელს აუცილებლად მოხდება ეგ, რომ შევიდეთ უცხოურ ბაზარზე და აი ამისთვის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა და რა ხდება ქვეყანაში პირდაპირ აისახება ამ ყველაფერზე, ინვესტორებთან ურთიერთობაზეც, ახალ ბაზარზე შესვლაზეც და ყველაფერზეც. შესაბამისად, ჩვენი ამბიცია პირველი ზუსტად ეგ იყო, რომ შეგვექმნა ქართული ბიზნესი, რომელიც გავიდოდა უცხოეთში და აჩვენებდა და თავის სახელს დაიმკვიდრებდა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის. როგორ მიდის ახლა თუ არის დაძრული ეს პროცესები, იმიტომ რომ 2024-ში შეიძლება გადაწიეთ 2025-ში, მაგრამ 2025-იც გვიახლოვდება უკვე და შესაბამისად რაღაცა საფუძველი უნდა გქონდეს ამ ყველაფერს, ხო? იცით რა არის, სულ ამაზე მუშაობა რა თქმა უნდა დაწყებული იყო. ძალიან ბევრი დაინტერესება იყო ჩვენი e-commerce-ისადმი უცხოური ინვესტორებისგან, იმიტომ რომ თვითონ ბიზნეს მოდელი არის ძალიან უნიკალური. არის ის, რომ ანუ აი 3 საათში ზუსტად მოგვაქვს და მომხმარებელს შეუძლია რომ განსაზღვროს რომელი დროის ინტერვალში უნდა პროდუქტის მიღება და ეს არის ძალიან კომფორტული, როცა შენ რაღაცას ინდობი და ზუსტად იცი რომ იმ დროში მოგიტანენ. მეორე არის რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი საწყობი და ყველა პროდუქცია მოთავსებული არის საწყობში, რაც იმას უზრუნველყოფს, რომ რასაც შეუკვეთავ, იმას იღებ და არ არის შეცდომები და ყავს ჩვენი delivery თან, რომელიც ძალიან კარგ სერვისს გაწვდიან და თან ჩვენი customer experience, რომელიც აი საიტზე როგორ შემოდიხარ, როგორ აღმოაჩენ სიახლე როგორ ათვარიელებს ერთში როგორია რეკომენდაციები რომელიც ჩვენზე არის მორგებული ამ ყველაფერს უზრუნველყოფს შესაბამისად აი ამ ყველაფრის ჰიბრიდი აი მომხმარებლისთვის რაღაცნაირად ძალიან სასარგებლო არის და ბევრ პრობლემას უგვარებს და ამ მოდელით ბევრი ინვესტორი იყო დაინტერესებული და შესაბამისად ჩვენ უკვე ღონისძიებები დაწყებული გვქონდა რომ მაგალითად ბაზრის კვლევები რომელ ბაზარზე შევიდეთ როგორ უნდა შევიდეთ და ასე შემდეგ თუმცა რა თქმა უნდა როგორც ყველა სხვა ბიზნეს მიმდინარე მოვლენებმა სტოპი გამოიწვია ესე ვთქვათ და დროებით დავფრიზე. თუმცა ეს რა თქმა უნდა არ გაჩერდა, არამედ დაპაუზდა. დაპაუზდა რა თქმა უნდა, ჩვენ მომდევნო წელს ველოდებით, ძალიან პოზიტიურად ვართ ამ ყოველფრისადმი განწყობილები და გვჯერა, რომ ეს შრომა და სიყვარული რაც ჩავდეთ და ზოგადად ჩვენ საქართველოში რაც გვაქვს ქართველებს რო გვინდა რაღაც კარგი შევქმნათ და ყველას დავანახოთ, რომ აქაც კარგი ბიზნესები იბადება, მაგ ყველაფერს ერთად შევქმნით. ნინი, თუ გამოიკვეთა უკვე თქვენთვის საინტერესო ბაზრები? ჯერ ესე ვერ ვიტყვი, თუმცა მომდევნო წელს შეგვიძლია ამაზე უფრო ეს იგი 2025-ში გადავდოთ მოკლედ ბაზრების შესახებ განახლებული ინფორმაცია მე მივაწოდოთ ჩვენს მაყურებელს. მაგრამ მანამდე სანამ ამ ბაზრებს აითვისებდეთ, რა ხდება საქართველოში? როგორ ვითარდება ველი ადგილობრივ ბაზარზე და რა შედეგები აქვს უკვე? წელიც რომ შევაჯამოთ ამასობაში როგორი იყო? სიახლეების შედეგები უკვე რიცხვებში თარგმნილი როგორ გამოიყურება? რიცხვებში ეს რაც შემიძლია რომ გაგიზიაროთ და ჩვენთვის ყველაზე სასიხარულო რაც არის, რომ წინა წელთან შედარებით ორჯერ გავიზარდეთ. რაც ანუ მართლა ძალიან კარგი შედეგია მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე და კარგი კიდევ რაც არის ყოველთვიურადაც ზრდას ვინარჩუნებთ. ანუ არა მარტო სულ ზრდა გვაქვს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ახალი მომხმარებლები გვემატება, ანუ არსებობს ყველაზე კარგი რაც არის, ველი რამდენიმე მიმართულებით იზრდება. ერთი არის, რომ ახალ მომხმარებლებს ვიმატებთ და თვიდან თვემდე ესე ვთქვათ growth-დებით, მაგრამ მეორე არის, რომ არსებული მომხმარებლები, ვინც ველიზე შოპინგობენ, ძალიან დიდი მობრუნება გვაქვს, რომელსაც retention rate-ს ვეძახით. 70%-მდე ჩვენი მომხმარებლების ბრუნდებიან და მეორეჯერ ყიდულობენ. რაც არის ბიზნესი ჯანსაღისთვის ძალიან მაგარი მანიშნებელი არის. რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბაზარზე გვაქვს ადგილი, რომლითაც მომხმარებელს პრობლემებს უგვარებთ, საჭიროებები აქვს და მართლა იყენებენ და არა იმიტომ, რომ თქვათ, ველი არ ვიცი, ან cashback-ს ან ძალიან დიდ ფასდაკლებას თავაზობთ. ანუ ეს არის მართლა სივრცე,
სადაც მათი სურვილები და პრობლემები, ესე ვთქვათ, გვარდება და ეს ჩვენ ძალიან გვახარებს. სექტორულ დონეზე დაფარვა რამდენად არის უკვე სრულად ათვისებული და მათ შორის ხომ არ იგეგმება ახალი მიმართულებების დამატება? ჩვენ ეხლა სადღაც 22 კატეგორიას მოვიცავთ, რომელიც დაწყებული არის თავის მოვლის კატეგორიიდან დამთავრებული, არ ვიცი, აი სახლისთვის, რაც გჭირდება, რომ შეიძინო ავტომოტო და ასე შემდეგ. ჩვენ ასევე ეხლა დავამატეთ ისეთი კატეგორიები, როგორიც არის მაგალითად სპორტი და მოგზაურობა და გვაქვს ბრენდები, რომელიც არის სპორტული Adidas-ი, Nike და ასე შემდეგ და ნელ-ნელა ესე ვთქვათ, მთელ ამ მიმართულებას მოვიცავთ. მომდევნო წელს სურვილი გვაქვს, რომ შევიდეთ და ასევე ფეშენის მიმართულებაც დავიმატოთ, თუმცა ვნახოთ რა და როგორ იქნება. და თუ არის გამოკვეთილი, ვთქვათ, რომელიმე კონკრეტული მიმართულება, რომელსაც ყველაზე უფრო მეტი მომხმარებელი ირჩევს? იცით, ყველას ყავს, მაგრამ ბაზარზე ესეთი გამოკვეთილი, როგორც ამ ბიზნესში, რიტეილში ხდება ხოლმე, არის ტექნიკის მიმართულება, არის სილამაზე და თავის მოვლის მიმართულება და სახლი და ეზოს მოწყობის მიმართულება. აი ძალიან საინტერესო არის თქვენი ბიზნეს მოდელიდან გამომდინარე. გასაგებია რომ გეგმები არის, ამბიციები ახლა მიმართული საერთაშორისო ბაზარზე, მაგრამ ადგილობრივი ბაზრის თვალსაზრისით რა რესურსი აქვს კიდევ ასათვისებელი ველის და რა პოტენციალი და რა მხრივ უნდა იაროთ ახლა ქვეყანაში განვითარებას? ჩვენი მიზანი ამ ბაზარზე ესე ვთქვათ არის, რომ თვითონ მომხმარებლის ქცევა შევცვალოთ, რომლის ქცევის შეცვლა არც თუ ისეთი მარტივი პროცესი არის და ხო, ესეც ძალიან საინტერესო არის თქვენი უშუალო თქვენი რეგალიიდან გამომდინარე სამომხმარებლო გამოცდილების ხელმძღვანელი. და ეხლა ის გამოცდილება რო გაგვიზიაროთ, ძალიან საინტერესოა. ჩვენი მიზანი არის, რომ ან პირველ რიგში ჩვენ ვართ ძალიან მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია. და ჩვენთვის მთავარი არის, რომ შენი როგორც მომხმარებლის სურვილები და ტკივილები გავიგოთ და აი ამის გარშემო შემოგთავაზოთ სერვისი და მართლა რაღაც ღირებული შეგიქმნათ. შესაბამისად, ჩვენი სურვილი არის, რომ აი მაღაზიაში მომხმარებელი, რომელიც მიდის და დროს ხარჯავს, არ ვიცი, გზაში, რიგში, დგომაში, იქ შერჩევაში, მე იმის არჩევაში ეს პროდუქტი ჯობია თუ ეს პროდუქტი ჯობია, ამისი ქცევა შევცვალოთ და გავუმარტივოთ შოპინგის გამოცდილება და გამარტივებასთან ერთად გავხადოთ სახალისო და გავხადოთ ემოციური. ზოგადად ეს ონლაინი და ბიზნესი ან უფრო მომხმარებლებთან აღიქმება როგორც ცივი და არა ემოციური სივრცე, ესე ვთქვათ და ჩვენი გუნდის და ჩვენი ბიზნესის მიზანი არის, რომ ზუსტად ეს ემოცია შემოვიტანოთ და როგორც ჩვენს საუკეთესო მეგობართან ერთად რაღაც კომფორტში იქნებოდი, აი ეგეთი კომფორტი შევქმნათ ველიზე, რომ შემოხვალ შოპინგის პროცესში. რამდენად შეიცვალა უკვე თქვენ რას აკვირდებით? უშუალოდ ველის გავლენით თუნდაც და არა მხოლოდ შესაძლოა. დინამიკა როგორია? შეიძლება ამბიციური ნათქვამია, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ველმა ბევრი ცვლილება შემოიტანა ბაზარზე და ბევრი რაღაც დაძრა. პირველი ის, რომ მომხმარებლებმა e-commerce ნდობა გამოუცხადეს და რაღაცნაირად აი ეს შიფტი მოხდა, რომ აღმოაჩინეს, რომ თურმე რაღაცას რო იძენ, მართლა მოგივა და არ არის საშიში, რომ წინასწარ ფული გადაიხადო ისე, რომ ჯერ ნივთი არ ქონდეს. მეორე ის, რომ შეეჩვენენ ამ სიმარტივეს და თავისზე მორგებული პროდუქტების აღმოჩენას და ვთვლით, რომ აი ეს ცვლილება და სიახლეები შემოვიტანეთ ბაზარზე, რაც ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ ვუყურებთ ბაზარზე სხვა კონკურენტებსაც, ბევრად უფრო გააქტიურებულები არიან და ძალიან გვიხარია, იმიტომ რომ მხოლოდ ამ კონკურენციით და სიახლეებით შეიძლება რაღაც პროგრესის და სიახლის შექმნა. და რა გეგმებია უკვე უშუალოდ, რასაც ესე ხელშესახებად უახლოეს პერიოდში ნახავს თქვენი მომხმარებელი, იგრძნობს, გამოცდის. რას უნდა ველოდოთ ველისგან და როგორი არის 2025 წლისთვის რაღაცა მონიშნული სტრატეგია? ყველაზე ახლო პერიოდში ესეთი სიახლე, რასაც უნდა ველოდეთ და ეხლა ბეტა რეჟიმში ვტესტავთ, ეს არის ხელოვნური ინტელექტის სერჩი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ თქვენ დასერჩავთ, არ ვიცი, მაგალითად მინდა თეთრი კარა და ბავშვის ოთახისთვის 200 ლარამდე, ამას ეგრევე ამოგიგდებს და განახებს, რომ შენზე მორგებული სერჩი იყოს. ეს არის პირველი ნაბიჯი. AI-ს დაუმეგობრდით. კი, AI-ს დაუმეგობრდით ძალიან აქტიურად და ვფიქრობთ, რომ ეს არის მომავალი და ზოგადად შოპინგში დღეს მომხმარებელს იმდენი რაღაც გვაქვს, რომ ამ არჩევნის გაკეთება ძალიან გვიჭირს და თან დროც ძალიან ცოტა არის და გვინდა, რომ რაღაცები აღმოვაჩინოთ ჩვენზე მორგებული და
რაღაცა რო არიცი, მაშინაც კი აღმოგაჩენინოს იმ რაღაცამ, რომ აი ეს რაღაც გინდა. შესაბამისად, ხო, პირველი ნაბიჯი ზუსტად ეგ იქნება, რომ ჩვენს მომხმარებლებს ამას შევთავაზებთ, რომ მათზე მორგებული სერჩი იყოს და უფრო მარტივად იპოვონ ის, რასაც ეძებენ. მომდევნო წლის გეგმებზე, როგორც თქვით, ძალიან გვინდა, რომ ცხოვრ ბაზარზე გავიდეთ, ერთი ეს არის და ტექნოლოგიურადაც და ინოვაციურადაც რაც ბევრი გეგმები გვაქვს, რომელიც გვინდა, რომ მომხმარებლებს შევთავაზოთ და იმედია, რომ ყველაფერი გამოგვივა. ძალიან დიდი მადლობა ნინი. ესე იგი AI-ს ვნახავთ როდის ველიზე? ეხა ბეტა ამ ვერსიაზე ხელსაწყოს როდის გამოვიყენებთ? ეხა ბეტა ვერსიაზე ვმუშაობთ, დეკემბრის თვეში ესეც ტესტად ვთავთ, მაგრამ ეს იქნება ბეტა ვერსია და არ არის ესეთი სრულფასოვანი, თუმცა დეკემბერშივე რამდენიმე დღეში უკვე ბეტა ვერსიით შეძლებთ რომ გამოიყენოთ. აჰა, ესე იგი დეკემბერში ველის მომხმარებლებს შეგიძლიათ რომ უკვე არც მეტი არც ნაკლები პროცესში დაიხმაროთ ხელოვნური ინტელექტი და გაიმარტიოთ ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. ნინი ჩაჩანიძე, ველისთორის სამომხმარებლო გამოცდილების ხელმძღვანელი იყო ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი. რეკლამაზე გავდივართ ახლა სულ რამდენიმე წუთით და გადაცემის მეორე ნაწილში უკვე სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით და გველოდეთ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. ხვალ, როგორც უკვე ცნობილი არის, დედაქალაქში ორბელიანის მოედანზე საშობაო ბაზრობა იხსნება, თუმცა წლევანდელი ბაზრობა 300-ზე მეტი მეწარმის გარეშე შედგება. ამ ადამიანებმა, მცირე ბიზნესებმა უარი თქვეს საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობაზე ერთი მთავარი მიზეზით, რომ ისინი აპროტესტებენ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, ითხოვენ ხელახალ არჩევნებს და ასევე უკანონოდ დაპატიმრებას დროზე ადრე ახალ წლამდე უბრალოდ გათავისუფლებას. ერთ-ერთი მათგანი, ვინც პროტესტის ნიშნად არ შეუერთდა ამ ღონისძიებას, სამაგიეროდ გაერთიანდა პლატფორმა Happy New Year-ზე, ასევე სხვადასხვა ბიზნესის მხარდამჭერ პლატფორმაზე ცხადია Free Business GZ-ს გაწევრიანდა და დააფიქსირა თავისი პოზიცია და შეუერთდა იმ თავარ მოთხოვნას, რომელიც უკვე 1500-ზე მეტმა ბიზნესმა დააფიქსირა. ჩიკატაის დამფუძნებელი თამარ ბუიღლიშვილი არის ახლა ჩვენთან ერთად და ბიზნესის ხმას ახლა სწორედ მისგან შევიტყობთ, მოვისმენთ. თამარ, ძალიან დიდი მადლობა თქვენი სტუმრობისთვის და იმ პოზიციისთვის, რასაც ღია დაფიქსირებთ თქვენ და თქვენი ბრენდის მეშვეობით, რომელიც უკვე ყველა პლატფორმაზე არის წარმოდგენილი ამ დღეების განმავლობაში. მაინტერესებს თქვენთვის პირადად, სანამ უშუალოდ დავიწყებდეთ ბიზნესზე არსებული რეალობის ასახვაზე, აი ეს გადაწყვეტილებები, ღიად პროტესტი, რა ედო ამ ყველაფერს საფუძველს? ეს დაიწყო ახლა თუ მათ შორის ამას უძღოდა წინ ის პერიოდები, რაც გავიარეთ მთელი ამ წლის განმავლობაში? სალამე, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს. ლიკა, ბოდიში. ზოგადად ჩვენთვის ანუ ეს საკმაოდ რთული წელი იყო ესე რო შევაჯამოთ საბოლოო ჯამში გაზაფხულიდან მოყოლებული რაღაცა სულ ტურბულენციაში ვართ, რომელიც არ ჩერდება ასე ვთქვათ და ანუ იმდენი ჩავარდნა მქონდა ამ პერიოდში, ну ვერც ერთი კამპანია ვერ განმახორციელეთ, ვერც მარკეტინგული მქონდა რაღაც ჩვენი სტრატეგია, რომელსაც მივყვებოდით და ანუ ეს ყველაფერი თაროზე მოგვიწია ამის შემოდება. ასევე ჩვენი მომხმარებელი ან ძალიან ბევრი არის ტურისტები ხოლმე, რაც წელს ანუ მათი ნაკადი საგრძნობი შემცირებაც ბუნებრივია აისახა ჩვენზე და რაღაცნაირად ეს საახალწლო პერიოდი რჩებოდა რაღაცა იმედად წლის ბოლოს, რასაც უნდა დაეკომპენსირებინა ეს მთელი წლის გარკვეული ჩავარდნები, ასე ვთქვათ. გულწრფელად რო გითხრათ, ორბელიანის ბაზრობაზე მონაწილეობა ჩვენ არასდროს არ მიგვიღია, ჩვენ გვაქვს ამაზე რაღაც ჩვენი პოზიცია, თუმცა სხვა ბაზრობები იყო ჩვენ დავა პრიორიტეტად იმ ყველაფერიდან გამომდინარე როგორი სირთულეებიც ჰქონდა ამ წელს და ძალიან ესე მოვემზადეთ იმ შევქმნით სპეციალური
ხაზი საახალწლო და საკმაოდ დიდი რესურსი ჩავდეთ ამაში და თუმცა ანუ დღეს ისეთი ვითარება გვაქვს რომ არავის არ გვეზეიმება და არავითარ საახალწლო ბაზრობაზე თავს ვერ ვხედავთ ასე ვთქვათ და რაღაცა ამ რთულ პერიოდში მგონია რომ ჩვენ როგორც ინდივიდუალური ისე როგორც ბიზნესის კუთხით რაღაცა ჩვენი პოზიციის გამოხატვა ძალიან მნიშვნელოვანია. ვუერთდებით რა თქმა უნდა საერთო მოთხოვნებს, იმიტომ რომ ეს თუ არ დაკმაყოფილდა საერთოდ ვერ ვხედავ აზრს რა. ანუ თქვენც ფიქრობთ რომ სიტუაციის დეესკალაციისთვის ახლა მთავარი არის პატიმრების გათავისუფლება და არჩევნების ჩანიშვნა თუ კიდევ არსებობს დამატებითი მოთხოვნები რაც შესაძლოა თქვენ აჟღერებდეთ. ბუნებრივია პატიმრების განთავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი და ყველაზე დიდი პრიორიტეტი დღეს. თუმცა ამის პარალელურად ის ყველაფერი, ანუ ეს მთელი ეს პროცესი, ანუ ეკონომიკურად როგორ აისახება ამ ყველაფერზე, ეს თუ არ შეჩერდა, ანუ ჩამოიშლება და ისეთი გამოწვევების წინაშე დავდგებით, რაც ეხლა ჩვენ ანუ ბიზნესებით საუბრობენ ამაზე უფრო დიდები, უფრო გამოცდილები, ვინც უფრო ხედავს გრძელვადიან ჭრილში რას მოგვიტანს ეს ყველაფერი, უბრალოდ ანუ რაღაცა გარდამტეხი მომენტია ახლა ყველასთვის და ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან დიდი რაღაც დგას სასწორზე, ასე ვთქვათ და ანუ ჩვენ ანუ ევროპული კურსი, რაც გვაქვს და რაც გვეკუთვნის და კონსტიტუციით გვაქვს განსაზღვრული, ბუნებრივია, ანუ ეს არ უნდა შეიცვალოს და ეს ამ რელსებზე დაბრუნება, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია და ესეც არის ბუნებრივია ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა. და ზოგადად ამ პროცესში რაღაცნაირად არ გამოდის გვერდზე გადგომა, ნამდვილად მით უმეტეს, ანუ ყველა ბიზნესის უკან დგას ბრენდი, რომელიც ზუსტად ანუ რაღაც პრობლემებს უგვარებდა, ასე ვთქვათ, თავის მომხმარებელს, თუმცა დღეს რაღაცნაირად ისე შეტრიალდა ყველაფერი, რომ აი ამ ყველაფრის ფონზე თვითონ ანუ მომხმარებელი და ბიზნესი ძალიან ახლოს დგას, ერთად დგას და შეიძლება ისეთი გამოხმაურება აქვს ამ პროცესს, რომ მომხმარებლებისგან ისეთი მხარდაჭერა მოდის, ასე ვთქვათ, მე მგონი აქეთ მოგვიგვარებია. კი, რაღაცა განსაკუთრებული ერთობა დავინახეთ აი ამ პერიოდის განმავლობაში, რომელსაც აღნიშნავს ყველა. მათ შორის ბიზნესის ერთობაც, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამ ამბებში, ხო? კი, ზოგადად აი ამ პროცესში ისეთი რაღაცა ადამიანური მომენტები გამოიკვეთა და ბუნებრივია ბიზნესების უკან ადამიანები დგანან, რომ რაღაცა ეს ყველაფერი ძალიან იმედის მომცემია და მგონია, რომ ну ზოგადად ახლა ნებისმიერი კრიზისი, ანუ მე ესე ვუყურებ ყოველთვის რაღაცა ძალიან შეიძლება რაღაცა ისეთი ოპტიმიზმი, მაგრამ რაღაცა ყველა კრიზისი ჩვენთვის ჩვენი გამოცდილებით ამ 7 წელიწადში რაც ვიარეთ იყო ერთი ნაბიჯი უკან, ორი ნაბიჯი წინ და ანუ მე მჯერა რომ ანუ ეს რაღაცა კრიზისი გადაივლის და ბუნებრივია დარწმუნებული ვარ რომ ძალიან სასიკეთოდ დამთავრდება, რაღაცა მერე სულ სხვა პერსპექტივა გამოჩნდება და კიდევ უფრო წინ წავალთ ვიდრე ვიყავით. უბრალოდ ეს პროცესი ახლა რაშიც ვართ ძალიან მნიშვნელოვანია და კრიტიკული მომენტია და ყველა უნდა ვიდგეთ ერთად. ბუნებრივია და არ უნდა დავიყალოთ, ასე ვთქვათ და არ უნდა. ხო, აი ბიზნესისთვის ეს რადგან თქვენც ვახსენეთ, რომ ეს მნიშვნელოვანი არის ევროპული კურსის დაბრუნება და ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარება. ბიზნესისთვის, აი თუნდაც ჩიკატაის მაგალითზე რომ ვისაუბროთ მხოლოდ, რას ნიშნავს ევროპული ბაზარი, რას ნიშნავს ეს დასავლური კურსი თქვენთვის, თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის? კი ბატონო, მე ამაზე წინ ერთ-ერთშიც ვისაუბრე, ანუ რამდენად მნიშვნელოვანია და ზოგადად რა სიკეთეებთან არის ეს დაკავშირებული და ვფიქრობ, რომ უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ ამაზე. ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ბიზნესის ხმა, ვისაც უშუალოდ შეხება აქვს, ასე ვთქვათ, იმ სიკეთეებთან, იმ თუნდაც გრანტების და არა მხოლოდ გრანტების, ხო, იმ ცოდნის, იმ პრაქტიკული გამოცდილების გაზრდას. ჩვენ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ბენეფიციარი ვართ, ასე ვთქვათ, რა ვიცი, შვედეთის საელჩოსი, USAID-ის, GIZ-ის, ანუ ყველა თითქმის რაღაცა ყველა პროექტში ჩართულები ვიყავით და ვიღებდით მონაწილეობას, განათლების კუთხითაც და მატერიალური დახმარებითაც და რისიც ძალიან მადლიერები ვართ და ძალიან დიდი შესაძლებლობები მოგვცა ამ ყველაფერმა და
საკმაოდ წინ წაგვწია სხვათა შორის ძალიან კრიტიკულ მომენტებშიც. ხო, რა შესაძლებლობებზეა საუბარი? ხო, ესეც საინტერესო არის. ეს არის მარტო თქვა ფინანსური კონტრიბუციის ნაწილი თუ არა მხოლოდ? არა მხოლოდ ფინანსური, ანუ აქ იყო ძალიან ბევრი ტრენინგები, რაღაცა იყო, რაღაცა ვიზიტები, გამოცდილების გაზიარების კუთხით და ნუ ეს ძალიან ისეთი პროცესი იყო მნიშვნელოვანი ჩვენთვის. თუმცა, ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც გვაძლევს ეს ევროპული კურსი, ამაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, ნუ გარდა იმისა, რომ გვაძლევს ცდომას, ნუ ევროკავშირში 28 ქვეყანა ერთიანდება შესაბამისად ჩვენ გვაქვს ხო 500 მილიარდიანი ბაზარია ბოლოს და ბოლოს რამხელა შესაძლებლობა ხო აი თუნდაც სავაჭრო კი, ანუ ჩვენ როცა მოვაწერეთ ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი, ანუ ასევე მოვაწერეთ, ანუ ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც კარს გვიხსნის აი ამ 28 ქვეყნის ბაზარზე ზუსტად და ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ჩვენ ევროპულ პარტნიორებთან ვსაუბრობთ, ანუ ძალიან დიდი პლუსია, რაც ამ შეთანხმებამ გახადა შესაძლებელი, არის ის, რომ როდესაც ვახორციელებთ ექსპორტს ევროპის ქვეყანაში, ანუ ჩვენი პარტნიორი თავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან, რაც მათთვის ძალიან დიდი პლუსია, ასე ვთქვათ, და გვეხმარება მოლაპარაკების წარმოებაშიც და ასე შემდეგ ისინი ხდიან მხოლოდ დელეგეს და ანუ არა, აი რადგან ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ წარმოშობის სერტიფიკატი წარვადგინოთ, ანუ ასე ვთქვათ, თუმცა ყველაზე სტანდარტების ნაწილშიც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო, რომ ასე ვთქვათ, შემოვიდა ის სტანდარტები აი ამ შეთანხმების კვალდაკვალ რამაც საგრძნობლად გაზარდა ადგილობრივი პროდუქციის ხარისხი, ხო? კი ბატონო, ზუსტად ამაზე მინდა რომ გავამახვილო ყურადღება, რამდენად მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ ნუ ასოცირების შეთანხმებაში არის გაწერილი რიგი, ანუ დირექტივები და რეკომენდაციები, რისი ჰარმონიზაციაც უნდა მოვახდინოთ საკმაოდ გრძელვადიანი წლების ხო 2016 წელს შევიდა ძალაში ასოცირების შეთანხმება და მას მერე ანუ ეტაპობრივად ანუ მანამდეც რაღაცნაირად ვემზადებით ამ პროცესებისთვის და ამ ჰარმონიზაციის პროცესში ანუ სხვათა შორის სათამაშოები იყო ერთ-ერთი პრიორიტეტი, იმიტომ რომ ძალიან საპასუხისმგებლო თემაა ზოგადად ბავშვებისთვის პროდუქტის შექმნა და პროდუქტის უსაფრთხოება, რაც ძალიან მკაცრად კონტროლდება ევროპულ ბაზარზე, ზოგადად ვერ შევა ამ ბაზარზე პროდუქცია რომელიც არ აკმაყოფილებს გარკვეულ სტანდარტებს და სათამაშოების უსაფრთხოების დირექტივას. ჩვენ ამაზე ძალიან ადრე დავიწყეთ მუშაობა და ძალიან დიდი ძალისხმევა ჩავდეთ იმაში, რომ ეს სტანდარტის შესაბამისად გვეწარმოებინა ჩვენი პროდუქცია. ეს არ იყო მარტივი პროცესი, არც ფინანსურად და არც ცოდნის დონეზე, ანუ ჯერ კიდე მაშინ დავიწყეთ, როცა რო ვიწყებდი ამაზე ინფორმაციის მოძიებას, ანუ ვერ ვნახე ვერავინ ვინც ეს თემა ასე ვთქვათ იცოდა და დამაკვალიანებდა და ასე შემდეგ, ანუ მომიწია ძალიან დეტალურად ამ ყველაფრის შესწავლა. თუმცა ძალიან მალევე ჩვენს ანუ მივიღეთ უკვე რეგლამენტი ზუსტად ამ ჰარმონიზაციის პროცესის შედეგად არსებობს საქართველოშიც კანონი, რომელიც ასე ვთქვათ არეგულირებს როგორც ადგილობრივ ბაზარზე წარმოებული პროდუქტის უსაფრთხოებას, ასევე იმპორტირებული სათამაშოების ხარისხსაც და უსაფრთხოებას და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული, რაც მოგვცა იმიტომ რომ მავნე პროდუქცია ის რაც საზიანოა ბავშვის ჯანმრთელობისთვის იმდენად დიდ ზიანს აყენებს ზოგადად ბავშვებს რომ ნუ ეს ძალიან დიდი რისკებთანზე ვსაუბრობთ ახლა ანუ იმ საღებავების იმ რაღაც ქიმიური ნაერთებით რაც გრძელვადიან შეიძლება ეგრევე არ აისახოს მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში იწვევს ძალიან ცუდ შედეგებს და ის რომ დღეს ჩვენ გვაქვს ესეთი რეგლამენტი არის ზუსტად აი ამ ჰარმონიზაციის პროცესის დამსახურება ბუნებრივი. და სანამ დრო კიდევ გვაქვს ცოტა, მინდა რომ იმ ბრენდზეც ვთქვა თორიოდე სიტყვა, რაც უკვე Happy UER-ზე მაგალითად შეუძლია რომ ნახოს ჩვენმა მომხმარებელმა, დაათვალიეროს, დაუკავშირდეთ მწარმოებელს და ასე შემდეგ. რას თავაზობს
მომხმარებელს და როგორი არის წელი, სიახლეები, რაც თქვენს ანგარიშზე დაგროვდა, აი ამ турბულენტობის და მიუხედავად. კი ბატონო, ჩვენ წელს გვქონდა ჩაუშვით, ასე ვთქვათ, ახალი მიმართულება. ეს არის ჩიკატაი ჰოუმი, რომლისთვისაც ძალიან ვემზადებოდით, თუმცა აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით მარკეტინგი ფაქტობრივად არ გვიწარმოებია ამ მიმართულებით, რაღაცა ყოველთვის რაღაცა გადაფარბები იყო და ანუ აი რაღაცა ჩავარდნებით, აი რაღაც ბიუჯეტიც, ანუ აი ამ აქტივობისთვის ესე ვერ გამოვყავით, ასევე გავუშვით საიტი და ანუ პირველად 7 წლის თავზე, ანუ მომხმარებელს შეუძლია რომ საიტიდან შეიძინოს ჩვენი პროდუქცია, გარდა Facebook-ის, Instagram-ის და ჩვენი სახელოსნოსი, ანუ ესეც დავამატეთ, თუმცა აი კომუნიკაციაში ეს ყველაფერი ისე კარგად ვერ ასე ვთქვათ. იმიტომ რომ ჩახსენით მარკეტინგული ნაწილი ამას. ხო, მოგვიწია აი ამ რთული წლის გათვალისწინებით რაღაცები, კონკრეტული ხარჯების შემცირებაც რაღაც სხვადასხვა მიმართულებით და ასე პრიორიტეტების შეცვლაც და ასე შემდეგ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება რაც გვაქვს არის ის რომ დაგვემატა ახალი გუნდის წევრი მარიამ მაისურაძე და ჩიკატაის დღეს ყავს თავის CEO და მე ძალიან ბედნიერი ვარ ამით და სულ ცოტა ხანია რაც შემოგვიერთდა, მაგრამ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ, რაც ძალიან მახარებს და ანუ ის და გეგმებიც რა არის, სანამ მე ერთი წუთი კიდევ გვაქვს, მინდა რომ ესეც ასე ვთქვათ, გავაცნოთ ჩვენს მაყურებელს, როგორ ვითარდება ახლა ბრენდი, რა ეტაპზეა და რა სიახლეებს შეიძლება რომ ველოდოთ თქვენგან. ეცეთ ძალიან მიჭირს ახლა რაიმე პროგნოზის გაკეთება ამ ვითარებაში, იმიტომ რომ ეგრე გქონდა ძალიან ბევრი გეგმა ამ წელსაც, თუმცა რაღაცები გვერდზე გადავდნენ. თუმცა სიახლეები ჩვენ ყოველთვის გვაქვს და რაღაცნაირად ისე ხდება ხოლმე, რომ ყველაზე დიდ კრიზისებში, ყველაზე რაღაცა კრიზისი იქცევა შესაძლებლობა. ხო, ანუ ესე ვიყავით კოვიდის დროსაც პერიოდშიც და ეხაც ბუნებრივია არ ვჩერდებით ამ მიმართულებით და მიგვაჩნია რომ რაღაცა სიახლეები აუცილებელია ესეთ დროს განსაკუთრებით და აი ვემზადებით და მუშაობთ ძალიან საინტერესო პროექტზე, რაზეც ეხა ხმამო, ანუ არ ვიტყვი ჯერ, მაგრამ არა უშავს, მოვიკითხავთ. ჩვენ როდის დადგებათ რომ ამ სიახლის გაცნობის დაგვიანონსეთ? კი ბატონო, აუცილებლად და ბუნებრივია ექსპორტი სხვანაირ პრიორიტეტში იქნება. რომელიც წელს უკვე შესაძლოა რომ 2025-ში დაიწყოს ჩიკატაი. და კორპორატიული გაყიდვების მიმართულებითაც ჩვენ არ გვაქვს ეს რესურსი ჯერ გამოყენებული, ასე ვთქვათ და ამ კუთხითაც აუცილებლად ვიაქტიურებთ. ექსპორტზე თუ აუკვე ქვეყანა მონიშნული, ესეც დაგვიტოვეთ. ექსპორტზე კი ბატონო, ჩვენ გვაქვს რამდენიმე მოლაპარაკება, ჩვენთვის ყველაზე, ანუ ეს ძალიან ბევრი კვლევის და ასე ვთქვათ, გამოფენების და აი ამ გამოცდილების შედეგად ჩვენთვის პრიორიტეტული ბაზარი ამ შემთხვევაში არის გერმანია და ანუ გვაქვს მოლაპარაკებები იტალიასთან, საფრანგეთთან, თუმცა ნუ ეს ყველაფერი პროცესშია და არ არის ეს მარტივი პროცესი. კი ბატონო, ესე იგი ცხადად ერთ მნიშვნელოვნად ევროპულ ბაზარზე ორიენტირებული ბრენდის შედეგებს გაგაცნობთ აუცილებლად 2025 წელს გერმანიით გავხსნით ხო ამ ამბავს? იმედი აუცილებლად ძალიან დიდი მადლობა თარმარ წარმატება თქვენ და ჩიკატაის აუცილებლად თამარ ბუიღლიშვილი ჩიკატაის დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად ასეთი იყო 20 დეკემბრის ქალების ნარატივი და სანამ დაგემშვიდობებოდეთ გიტოვებთ სიუჟეტს რომელიც პლანეტის ყველაზე გავლენიან ქალების 2024 წლის რეიტინგს გვაცნობს მე კი მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით ამერიკულმა Forbes-მა გავლენიანი ქალების 2024 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. ძირითადი კრიტერიუმები, რითაც გავლენიანი ქალების რეიტინგი შედგა, ფული, მედია, გავლენა და გავლენის სფეროებია. საერთო ჯამში ამერიკული გამოცემის სია მსოფლიოს 100 გავლენიან ქალს აერთიანებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ტექნოლოგიების, ფინანსების და შოუ-ბიზნესის სფეროებიდან. კოლექტიურად რეიტინგში შემავალი ქალები 23 ტრილიონ დოლარის ეკონომიკურ ძალას ფლობენ და გავლენას მილიარდობით ადამიანზე ახდენენ. რაც შეეხება უშუალოდ
სფეროებს გავლენიანი ქალების რეიტინგში ყველაზე მეტი ქალი ბიზნეს სექტორიდან ხვდება, შემდგომ ფინანსებიდან, პოლიტიკიდან, მედიიდან, ტექნოლოგიებიდან და ბოლოს სიაში ფილანტროპებიც ერთიანდებიან. საყურადღებოა ის, რომ სიის პირველ 5 ელს პოლიტიკის სფეროს წარმომადგენლები ინაწილებენ, რაც პრინციპში ბუნებრივია, რადგან მოგეხსენებათ 2024 წელი ნამდვილად იყო გეოპოლიტიკური პროცესებით დატვირთული. შესაბამისად, სოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა ძლიერი გავლენიანი პოლიტიკოსი ქალების როლი კიდევ უფრო მკაფიოდ გამოკვეთა. სიის სათავეში ზედიზედ უკვე მესამე წელია ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენია. ურსულა ფონ დერ ლაიენი მიმდინარე წელს ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით აირჩიეს. მისი მიღწევის მეტი თვალსაჩინოებისთვის გეტყვით, რომ ის პირველი ქალია ამ პოზიციაზე. აქამდე ევროკომისიას ქალი პრეზიდენტი არ ჰყოლია. მისი გავლენა საკმაოდ ფართოა. მეტიც ის ევროკავშირის 18 ტრილიონ დოლარიან ეკონომიკას განკარგავს და გადაწყვეტილებებს იღებს ისეთ საკითხებზე, როგორიც მაგალითად ხელოვნური ინტელექტის რეგულაციები და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული პოლიტიკა. მოკლედ, ურსულა ფონ დერ ლაიენი პასუხისმგებელია იმ კანონმდებლობაზე, რომელიც 450 მილიონზე მეტ ევროპელს ეხება. ევროკომისიის პრეზიდენტობამდე ურსულა ანგელა მერკელის მინისტრთა კაბინეტში ყველაზე ხანგრძლივი ვადით მუშაობდა. კერძოდ 2005 წლიდან 2019 წლამდე და მინისტრთა კაბინეტში ყოფნის ბოლო 6 წლის განმავლობაში ის იყო გერმანიის თავდაცვის მინისტრიც. გავლენიანი ქალების რეიტინგში მეორე პოზიციას კრისტინ ლაგარდი იკავებს. ის ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტია. მსგავსად ურსულა ფონ დერ ლაიენის კრისტინ ლაგარდიც პირველი ქალია, რომელმაც ეს პოზიცია დაიკავა. ევროკავშირის მთავარი საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელი 2011 წლიდან 2019 წლამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის პოზიციასაც იკავებდა. მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი საფინანსო ინსტიტუტების მართვის გარდა კრისტინ ლაგარდს ქვეყნის მთავრობაში ყოფნის გამოცდილებაც აქვს. 2005-დან 2011 წლამდე პერიოდში საფრანგეთის სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი იყო. ასეთი გასაოცარი მიღწევების წყალობით უკვე წლებია, რაც კრისტინ ლაგარდი Forbes-ის ყველაზე გავლენიანი ქალების top 3-ში იმყოფება. სოფლის ყველაზე გავლენიანი ქალების 2024 წლის სიაში მესამე პოზიციაზე იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონია, რომელიც ევროპის რიგით მესამე უმსხვილეს ეკონომიკას ხელმძღვანელობს. მელონიმ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 2022 წელს დაიკავა და ისტორიაში პირველი ქალი გახდა, რომელიც იტალიის პრემიერ-მინისტრია. ასეულის მეოთხე ადგილოსანი მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმია. შეინბაუმი ებრაელების ოჯახიდანაა, შესაბამისად ის ასევე არის მექსიკის პირველი ებრაელი პრეზიდენტიც. კლაუდია 2018 წლიდან 2023 წლამდე მეხიკოს მერის თანამდებობას იკავებდა. მის ერთ-ერთ მიღწევად გამართული სატრანსპორტო სისტემის შემუშავება მიიჩნევა. რეიტინგის მეხუთე პოზიციაზე ავტოინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა General Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი მერი ბარა ხვდება. ბარა არის პირველი ქალი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების 3 დიდი ავტომწარმოებლიდან ერთ-ერთს ხელმძღვანელობს. მერი ბარაზე საუბრისას უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ის Walt Disney კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრიც გახლავთ. მეექვსე ადგილზე ამერიკელი მილიარდერი აბიგაილ ჯონსონი ხვდება. ის 2014 წლიდან ამერიკული საინვესტიციო ფირმის Fidelity Investments პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი. 2013 წლის მარტის მდგომარეობით ჯონსონების ოჯახს ეკუთვნოდა კომპანიის 49%-იანი წილი. თვითონ აბიგაილი კი 24.5%-ის წილის მფლობელი გახდა. ჯონსონი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალია მსოფლიოში, რომლის ქონებაც ახლა დაახლოებით 27 მილიარდ 200 მილიონ დოლარს შეადგენს. გავლენიანი ქალების შვიდეულს ავსებს ჯული სვიტი, Accenture-ის აღმასრულებელი დირექტორი. ის ამ პოსტს 2019 წლიდან იკავებს, იქამდე კი კომპანიას გენერალური მრჩევლის რანგში ემსახურებოდა. ასევე ხელმძღვანელობდა კომპანიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და სტრატეგიულ ბაზარს ჩრდილოეთ ამერიკაში.